უკრაინას არასოდეს უნდა შესძლებოდა რუსეთის დარტყმა. მაშინაც კი როცა მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა რამდენიმე კვირაში, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მოსკოვი ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებოდა. ვლადიმერ პუტინი შეცდა. 4 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და უკრაინამ კიდევ ერთხელ აიმაღლა დონე. ახლა უკრაინას მოსკოვის გამანადგურებელი ყავს. იარაღი, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინას რომ აქვს, იმ ამერიკულ იარაღთაგან ნებისმიერზე მეტად აშინებს. მალე გამოყენებული იქნება და მას შეუძლია მოსკოვი ქვისხანაში დააბრუნოს. კრემლის საძირკველი ირყევა. შესაძლოა კრემლი თავად აღარ დასჭეს ადგილზე, მას შემდეგ რაც უკრაინა თავის უახლეს სუპერიარაღს გამოიყენებს. აპრილში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე უკრაინის მორიგი ბრწყინვალე ნაბიჯი წარადგინეს. Firepoint-ი ისევ საქმეშია. Flamingos რაკეტა დრონის ჰიბრიდის შემქმნელებმა, რომელმაც უკვე მისცა უკრაინას მეტი შესაძლებლობა რუსეთის გულში დადგმისთვის, წარმოადგინეს ახალი გამანადგურებელი რაკეტა, რომელიც ომის მიმართულებას შეცვლის. ეს ჰიბრიდი არ არის. ეს არის იარაღი, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება ბალისტიკური რაკეტების განვითარებას, რომლითაც შეუძლია მოსკოვზე განადგურება დაატეხოს. Firepoint-ის ახალი რაკეტა უკრაინის პასუხია რუსეთის ისკანდერზე და მალე გაიგებ, რომ ის ყველა მნიშვნელოვან ასპექტში უკეთესია. რაკეტას FP9 ქვია, რაც Firepoint-ის სახელდების ტრადიციულ წესებს მიყვება და მის შესახებ ადრე უკვე გვსმენია. Firepoint-მა ახალი ბალისტიკური რაკეტა ახსენა მოკლემასმოლი FP7-ის განხილვისას, რომელიც ასევე ტესტირების პროცესშია. მაგრამ პოლონეთში გამართულ ბოლო ღონისძიებაზე ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს FP9 და რა შესაძლებლობებს მიაწვდის ის უკრაინას. იმის ნაწილი, რაც ვიცით, თავად Firepoint-იდან მოდის. Defense Express-ის მიხედვით, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ახალი ბალისტიკური რაკეტა 855 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 531 მილის მანძილზე იმუშავებს. ის ასევე შეძლებს ტარებას ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინის, რომლის წონა იქნება 800 კილოგრამამდე, ანუ დაახლოებით 1763 ფუნტი. ეს საკმაოდ ძლიერი მაჩვენებლებია, რომლებიც გვიჩვენებს, რომ FP9 შეძლებს რუსეთის სიღრმეში დათმას და ნებისმიერ სამიზნეს უფრო ძლიერად დააზიანებს, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა იარაღი, რაც უკრაინას არსენალში აქვს. ისინი, ვინც Firepoint-ის Flamingos ადერნებს თვალს, იციან, რომ მას 3-ჯერ მეტი სიშორე აქვს და 100 კილოგრამით მეტი ასაფეთქებელი ძალა. ასე რომ საერთოდ რატო უნდა გამოიყენონ FP9? მარტივია. Flamingo არის უკრაინის ფრთოსანი რაკეტის ვერსია. FP9 იქნება მისი ერთ-ერთი ნაბიჯი ბალისტიკური რაკეტების სფეროში. ეს ორი სრულიად განსხვავებული ტიპის იარაღია. FP9 უზრუნველყოფს ისეთ სიჩქარეებს, რომელზეც Flamingo მხოლოდ ოცნებობს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მეტი შანსი ექნება თავისი ახალი იარაღით დაძლიოს საჰაერო თავდაცვა და გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის შიგნით. რაც შეეხება FP9-ის შესახებ დანარჩენ ცნობებს, ყველაფერი ეფუძნება იმ მაკეტის ანალიზს, რომელიც Firepoint-მა პოლონეთში წარადგინა. წარსულ გამოფენებზე Firepoint-მა იგივე სურათები გამოიყენა FP9-ისა და FP7-ის საჩვენებლად, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ FP9 იქნებოდა FP7-ის გაზრდილი ვერსია, რომელსაც ეს კომპანია ასევე ავითარებს. რაც პოლონეთში განსხვავებული იყო ისაა, რომ Firepoint-მა ორი ბალისტიკური რაკეტის მაკეტი გვერდიგვერდ განათავსა, რაც გარკვეულ მინიშნებებს იძლევა იმის შესახებ, თუ რა ამზადებს კომპანია. მაკეტების მასშტაბიდან გამომდინარე, FP9 სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 9.5 მეტრი, ან ოდნავ მეტი ვიდრე 21 ფუტის სიგრძეში, ხოლო დიამეტრი ექნება დაახლოებით 1.1 მეტრი, ანუ 3.6 ფუტი. აი ასეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკაციები რაღაცას გვეუბნება, რასაც პუტინი არასდროს მოისურვებდა გაეგო, FP9 როგორც ჩანს იქნება უფრო დიდი და უფრო ძლიერ დათმის მქონე ვიდრე რუსეთის საკუთარი ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა. ისკანდერი ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასანგრევად პუტინის შეჭრის დაწყებიდან. გზაზე მოძრავი, მიწა, ბალისტიკური სისტემა Iskander-M-ს შეუძლია გაიაროს 500 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 310 მილი, რათა მიიტანოს ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინი, რომელიც იწონის 700 კილოგრამამდე, ანუ ოდნავ მეტს ვიდრე 1540 ფუნტი. მაშინ ვხედავთ, რომ FP9 ორივე მიმართულებით ლიდერობს. თუ Defense Express-ის მიერ შეფასებული ზომები სწორია, FP9 უბრალოდ ზომითაც უფრო დიდი იქნება ვიდრე Iskander-ი, რაც ლოგიკურია, რადგან მას აქვს უფრო დიდი სიშორე და თვითამწეობა. თუ გსურს მიზანზე მეტი ასაფეთქებელი ძალა მიიტანო, უფრო დიდი რაკეტა გჭირდება. რაც შეეხება სიშორეს, 850 კილომეტრი საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავალი რაკეტით მოსკოვის რეგიონში ღრმად მიიტანოს დათმა. პუტინი და მისი გარემოცვა მალე საკუთარ წამალს დააგემოვნებენ. უკრაინის ისკანდერის გამანადგურებელი თითქმის მზადაა და სიტუაცია იწყებს შეცვლას, მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. პირველ რიგში არის საკითხი, თუ როდის შევა ოფიციალურად FP9 უკრაინის არსენალში. Firepoint-ი არ ერიდება იმის გამჟღავნებას, თუ რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია თავის ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობაში. ის ელოდება, რომ FP9 უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოყენებისთვის ოფიციალურად დამტკიცდება 2026 წლის ზაფხულში. კოდიფიკაციასთან ერთად მოდის გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტი. უკრაინა გადადის ახალი ბალისტიკური რაკეტის ოფიციალურ შესყიდვაზე, რაც ყველაფერს ამოქმედებს. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად უზრუნველყოფს მასშტაბურ წარმოებას, ასე რომ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ მომენტამდე, როცა უკრაინის ახალი ბალისტიკური საფრთხე მოსკოვზე იქნება მიმართული და ის მარტო არ იქნება.
Firepoint-ს კიდევ სხვა ხრიკებიც აქვს, რომლებიც პუტინს გააცობებს. FP7, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, ერთ-ერთი მათგანია. FP9-ის დიზაინის საფუძვლად სავარაუდოდ FP7 ითვლება, რომელიც კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტაა, თუმცა მას Firepoint-ის უახლეს მონსტრზე მოკლე სროლის მანძილი აქვს. როგორც ჩანს, შთაგონებულია და ნამდვილად ძალიან ჰგავს იმ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს თავის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებში. FP7 პირველად 2025 წლის ნოემბერში იქნა მოხსენიებული. Firepoint-მა მაშინ გამოაცხადა, რომ ის გამოიყენებდა რუსეთის 48N6 საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გარე დიზაინის საფუძვლად. სწორედ აქ თავდება მსგავსებები. უკრაინული გამჭრიახობა გადააჭარბებს ყველაფერს, რასაც ძველი რუსული რაკეტების თავაზობენ. Firepoint-ის თქმით, FP7-ში გამოყენებული მასალები, შიდა კონსტრუქცია და მართვის სისტემა მთლიანად უკრაინული დიზაინისაა, რადგან კომპანია ქმნის რაკეტას, რომელიც უკრაინას მოკლე რადიუსის ბალისტიკურ შესაძლებლობას მისცემს, FP9-ის საშუალო რადიუსის ვარიანტებთან ერთად. FP7 შექმნილია სახმელეთო დარტყმებისთვის დაახლოებით 200 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 124 მილის მანძილზე. ეს იდეალურია დარტყმებისთვის რუსეთის სამიზნეებზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. რაკეტის გარე კონსტრუქცია მხოლოდ ზედაპირულად გავს 48N62-ს. Firepoint-ი აცხადებს, რომ FP7-ის ასაშენებლად კომპოზიტური მასალები გამოიყენა, რამაც მისი წონა შეამცირა და მოქმედების რადიუსი გაზარდა. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ გამოიყენა Firepoint-მა რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის დიზაინი FP7-ისთვის. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დროის დაზოგვის მექანიზმი იყო და სავარაუდოდ FP7-ისა და უფრო დიდ FP9-ს საშუალება მისცა კონცეფციიდან ტესტირებამდე ბევრად უფრო სწრაფად გადასულიყვნენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. როგორც ჩანს, ეს მეთოდი გაამართლა. FP7-ს საბრძოლო გასროლებით ტესტირება მინიმუმ თებერვლიდან ტარდება და არსებობს ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს, რომ ის თითქმის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო განზრახული. თუ FP9-ის ოფიციალურად დამტკიცება ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი, წარმოვიდგენთ, რომ FP7-საც დაახლოებით იგივე დრო დასჭირდება უკრაინის შეიარაღებაში შესასვლელად. პუტინი ამ ორ ბალისტიკურ რაკეტას უფრო მეტად ეშინია, ვიდრე იმ ამერიკული IRR-ის, რომელიც უკრაინამ მიიღო მას შემდეგ, რაც მან თავისი შეჭრა დაიწყო. ბალისტიკური რაკეტების მხრივ უკრაინას აქვს ATACMS, მაგრამ ამ რაკეტების სისტემას გარკვეული პრობლემები აქვს. უკვე 2025 წლის ზაფხულში გაირკვა, რომ პენტაგონმა ATACMS-ის გამოყენებისთვის ახალი დამტკიცების სისტემა შექმნა, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინას აუგზალა ამ რაკეტის გამოყენება რუსულ სამიზნეებზე. მას შემდეგ, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა მოიხსნა, რადგან უკრაინამ ATACMS რამდენიმე დარტყმისთვის გამოიყენა 2025 წლის ბოლო თვეებში. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ასეთი აკრძალვა არსებობდა, გვაჩვენებს, რომ ATACMS-ი არის რაკეტა, რომელსაც თან ახლავს პირობები. უკრაინა მას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როცა აშშ-ში ამის ნებართვას მისცემს. ეს ასე არ არის FP9-ის ან FP7-ის შემთხვევაში. უკრაინის ორივე ახალი ბალისტიკური რაკეტა ასევე კარგად ეჯიბრება ამერიკულ სისტემას. FP7-ის მახასიათებლები შეესაბამება ბლოკ 1 ATACMS, რომლის სიშორეც 160 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 102 მილია. სინამდვილეში FP7 უფრო შორს მიფრინავს. რაც შეეხება FP9-ს, ის სიშორითა და სუფთა ძალით ბევრად უსწრებს ATACMS. აი ეს აშინებს პუტინს. თუნდაც აშშ-მ უკრაინას სრული ნებართვა მისცეს ATACMS-ის გამოყენებაზე, ამერიკული რაკეტა უმეტეს შემთხვევაში საზღვრისპირა რეგიონებს ვერ გასცდებოდა. მაგრამ FP9 სულ სხვა ამბავია. მაგრამ Firepoint-ი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რამდენად საშიშია FP9 კრემლისთვის, Firepoint კიდევ უფრო შორს წასვლას აპირებს. უკვე სასიკვდილო რაკეტას კიდევ უფრო სახიფათოს ხდია. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ The Military Show-ში. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ არ დაგავიცლეთ გამოწერა, თუ ჩვენი ახი თქვენთვის საინტერესოა. მაინც რა შეიძლება კონდეს Firepoint-ს კიდევ სათად არიგოთ. ყველაფერი გაირკვა 6 აპრილის United 44 მედიის ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიას საკმაოდ შთამბეჭდავი გეგმები აქვს თავისი ახალი FP9 რაკეტისთვის. ვერსია, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ, რუსეთის Iskander M-ს გავს იმ მხრივ, რომ ეს მიწა-მიწა კლასის რაკეტაა. გაითვალისწინეთ, რომ თქვით ვერსია. ეს ნიშნავს, რომ FT9-ის კიდევ ერთი ვერსია მუშავდება. დენის შილემანი, რომელიც FP9-ის დიზაინერი ამერია, ამბობს, რომ ეს ნამდვილად ასეა, რადგან Firepoint-ი უკვე ადაპტირებს FP9-ს, რათა ის ჰაერიდანაც იყოს გასაშვები. ეს უზარმაზარი ცვლილებაა, რომელიც რაკეტა ისაც უკვე მოსკოვის გამანადგურებლად გამოიყურება, შეიძლება კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდეს, როდესაც მას თვითმფრინავიდან გაშვების სიჩქარე და დიდი სიმაღლე დაემატება. საწოვის დაზოგვა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. საწოვის ხარჯიანი ასვლის გარეშე FP9-ს შეუძლია თავისი საწოვის მარაგი გამოიყენოს, რომ კიდევ უფრო ღრმად შეიჭრას რუსეთში. თუ ვივარაუდებთ, რომ FP9-ის ეს მოდიფიცირებული ვერსია, უკრებული ვერსია უკრაინის გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან უნდა გაუშვან, მაშინ ის ასევე გაშვებული იქნება ისეთი სიმაღლიდან, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვისგან უსაფრთხოა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეეძლებს უსაფრთხო საჰაერო დერეფნების შერჩევას. უკვე მრავალი დრონით თავდასხმის მიზეზი არსებობდა, რის გამოც უკრაინამ 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მლის მარტამდე რუსული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ 492 დარტყმა გაგანახორციელა. შესაძლოა ახლახან კიდევ ერთი მიზეზი ვიპოვეთ, თუ რატო უნდა გამოთიშონ ეს სისტემები ომიდან. თუ Firepoint-ი ამას შეძლებს, მაშინ უკრაინა კიდევ ერთ ასპექტში გაუტოლდება რუსეთს შორ მანძილზე ბრძოლისას.
რუსეთს აქვს KH-87M2 კინზალი, რომელიც არის საჰაერო სტარტის ბალისტიკური რაკეტა და ხშირად იტვირთება MiG-31-ში. თუ F-9-ის საჰაერო სტარტის ვერსია შეინარჩუნებს ზედაპირიდან ზედაპირზე გაშვებული ვერსიის მახასიათებლებს, მას თითქმის ორჯერ მეტი საბრძოლო ტვირთი ექნება. ჩვენ არ ვიცით სიშორეზე, მაგრამ დიდი ალბათობით ის მინიმუმ მიუახლოვდება კინზალის 1500 კილომეტრიან, ანუ 932 მილის მინიმალურ სიშორეს, რადგან საჰაერო პლატფორმიდან იქნება გაშვებული. გვაინტერესებს, რას გრძნობს პუტინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როცა მან უკრაინაში შეიძრა, ქვეყანას ძალიან ცოტა ადგილობრივი წარმოების იარაღი ჰქონდა და მსგავსი არაფერია განვითარების ეტაპზე. მაშინაც კი, როცა დასავლეთის სამხედრო დახმარებით მივიდა, მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები მოკლე მოქმედების რადიუსის ვარიანტები იყო და უკრაინას მათი გამოყენებამდე ნებართვის მიღება სჭირდებოდა. დამანგრეველია დიახ, შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობა და ზოგიერთი სამიზნე, რომელსაც უკრაინამ საზღვრისპირა რეგიონებში დაარტყა, ამას ადასტურებს. მაგრამ მოქმედების რადიუსსა და ნებართვებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე მის საზღვრებს დიდად ვერ გასცდებოდა. ეხლა თამაში შეიცვალა. F-9, როგორც ჩანს, მზად არის მთლიანად შეეცვალოს უკრაინის ომი, რადგან ახლა კიევისთვის მოსკოვიც სამიზნეა სტრატეგიული თვალსაზრისით. ამ სტრატეგებს ალბათ გარკვეული კმაყოფილება ექნებათ იმით, რომ ახლა შეუძლიათ რუსეთის ისკანდერის სტრატეგია მის წინააღმდეგ გამოიყენონ. დედაქალაქის სანაცვლოდ შეიძლება იყოს ახალი უკრაინული მიდგომა. საბოლოოდ პუტინის ძალები ნამდვილად არ ერიდებიან კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას. Military Watch-ის ცნობით 15 აპრილს და 16 აპრილის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის მასშტაბით გაუშვა 24 ისკანდერის რაკეტა უკრაინის მასშტაბით სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით, რის შედეგადაც უკრაინამ 24 საათში მის წინააღმდეგ გაშვებული 703 რაკეტა დააფიქსირა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, 24 აპრილს მეცამ კიდევ ერთ რუსულ საჰაერო დარტყმაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ორი დამატებითი ისკანდერის რაკეტას მოიცავდა. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია გასული თვიდან. რუსეთმა ასობით ისკანდერის რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, ხშირად დამთმელი და სათუარა დრონების მასივთან ერთად, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უნდა გადატვირთავდნენ, რათა რუსულ რაკეტებს მეტი ზიანი მიეყენებინათ. F-9 ნიშნავს, რომ უკრაინა პუტინს მისივე იარაღით უპასუხებს. უკრაინა თავის ახალ ბალისტიკურ რაკეტას ზუსტად ისე არ გამოიყენებს, როგორც რუსეთი იყენებს ისკანდერს. პუტინი ყველაფერს აკეთებს შიშის დასათესად, არ აქვს მნიშვნელობა რას დაარტყამს ამისთვის. ამისთვის ის მზადაა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლას. სულ მცირე 15578 ადამიანი მოკვდა და 83352 დაიჯრა რუსეთის თავდასხმების შედეგად. უკრაინა ბევრად უფრო სტრატეგიულად მოქმედებს. ის გამოიყენებს F-9-ებს მოსკოვის რეგიონის დასათქმელად, რა თქმა უნდა, მაგრამ დაარტყამს სამხედრო ობიექტებს, ან შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების ცენტრს. კრემლი მოსკოვის ცენტრშია და ეს F-9-ისთვის აშკარა სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ გამაგრებულია, ეს არის ადგილი, სადაც რუსეთის მთავრობა მუშაობს და ითვლება, რომ პუტინი აქ ატარებს თავის დროის უმეტეს ნაწილს. არა რომ ასე იყოს, მაგრამ ამას მალე მიუბრუნდებით. უკრაინის ახალი ბალისტიკური რაკეტების სხვა პოტენციურ სამიზნეებს შორის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც არის. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც გაზპრომი მართავს, მთელ მოსკოვის რეგიონს ავტომობილების საწვავით ამარაგებს. თუ უკრაინას სურს პუტინის მიერ დაწყებული ომის გემო რუსეთის დედაქალაქს დააგემოვნებინოს ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ზიანი არ მიაყენოს, ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განადგურება ამას უზრუნველყოფს. პუტინი ცდილობს მოსკოვის მოსახლეობა უკრაინაში შეჭრის ყველაზე მძიმე შედეგებისგან დაიცვას. თუ საწვავი რუსეთის დედაქალაქში ამოიწურება, პუტინს დიდი უკმაყოფილება შეხვდება. თუმცა F-9-ის მნიშვნელობა შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმაზე, რას დაარტყამს უკრაინა და უფრო მეტად იმ შესაძლებლობაზე, რომ მოსკოვს ბალისტიკური რაკეტით დაარტყას. უკრაინამ მოსკოვის რეგიონი უკვე რამდენჯერმე დაარტყა. პირველად მან დრონები რუსეთის დედაქალაქში 2023 წლის მაისში გაგზავნა და BBC-მ ეს შემთხვევა პუტინისთვის სივცვილად შეაფასა. 2 წლის შემდეგ უკრაინა უკვე ყველაზე მასშტაბურ დრონების ტალღას უშვებდა მოსკოვის მიმართულებით, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 საათში მოსკოვის რეგიონში 91 დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი, ეს იყო დრონების იერიშები. F-9 უკრაინას კრემლისთვის მეტი საფრთხის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სარაკეტო იარაღის გასროლაც კი არ არის საჭირო, რომ ეს საფრთხე შეიქმნას. ნებისმიერი დრონების ჯგუფი, რომელიც ახლა მოსკოვისკენ გაემართება, რუსეთს აიძულებს რეაგირებას. თითქოს ამ დრონებს F-9-იც შეიძლება ახლდეს. საბოლოო ჯამში რუსეთმა დრონების ჯგუფების გამოყენების ტაქტიკა გამოიყენა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების მისვლა დაეფარა. მან იცის, რომ ეს სტრატეგია შეიძლება მის წინააღმდეგაც გამოიყენონ. განსაკუთრებით ეხლა, როცა უკრაინა უკვე იმ ეტაპზეა, რომ რუსეთში დაახლოებით იგივე რაოდენობის ან კიდევ უფრო მეტ დრონს უშვებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში. და თუ უკრაინა მართლაც გადაწყვეტს კიდევ უფრო გააძლიეროს შეტევები, საინტერესო იქნება, როგორ გაუმკლავდება მოსკოვის საჰაერო თავდაცვა იმ ტიპის საფრთხეს, რომლის წინაშეც ვლადიმერ პუტინი არასდროს ფიქრობდა, რომ მოუწევდათ დადგომა. დაუშვათ, რომ კრემლი მართლაც გახდება სამიზნე. თუ ასე მოხდა, მაშინ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო დიდად გაქრება, ვიდრე ახლა ქრება. კრემლი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციად და ყველაფრის ნერვულ ცენტრად, რასაც ის აკეთებს. თუმცა ვლადიმერ პუტინი კრემლში დიდ დროს არ ატარებს. ოპერაცია ეპიკური რისხვის. პირველ კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კრემლში იშვიათად ჩნდებოდა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას ეშინოდა. შეერთებულმა შტატებმა მასზე იგივე არ გაეკეთებინა, რაც ადრე ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხომეინიზე გააკეთა.
ვლადიმერ პუტინს არ სურდა კრემლთან ახლოს ყოფნა, მაშინაც კი როცა ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის მცირე საფრთხეც კი არსებობდა. როგორ იმოქმედებს ის ახლა, როცა უკრაინა თითქმის მზადაა მიიღოს საკუთარი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც კრემლამდე შეუძლია მიღწევა. პუტინი ალბათ მაქსიმალურად ეცდება თავი არ იდარიდოს საკუთარ ძალაუფლების ცენტრს. ის ამას ისედაც აკეთებს. როგორც რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლებამ 2025 წლის ნოემბერში გაამჟღავნა, პუტინს თითქმის 3 იდენტური ოფისი აქვს აშენებული, რათა ყოველთვის შეძლოს თავისი ადგილმდებარეობის დამალვა. ის კრემლში იმდენ დროს არ ატარებს, რამდენიც უნდა ატარებდეს, ასე რომ იმედოვნებს, რომ შეძლებს უკრაინის კრემლის გამანადგურებელი რაკეტის თავიდან არიდებას და შეიძლება მართლა შეძლოს კიდეც. შეიძლება უკრაინამ გამოიყენოს FP9 კრემლის დასამსხვრევად და პუტინი იქ არ იყოს. რას იზამს მაშინ რუსეთის ლიდერი? როგორ აუხსნის იმას, რაც უკრაინამ რუსეთის დედაქალაქში გააკეთა? და გამართლებებს მოიყვანს იმისთვის, რომ რუსეთის მთავარი ძალაუფლების ცენტრთან ახლოსაც კი არ იყო. FP9-ის დახმარებით უკრაინას აქვს შესაძლებლობა სამუდამოდ დაანგრიოს პუტინის ძლიერ ლიდერად აღქმა. ერთადერთი რამ, რაზეც პუტინი ეკორდნობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შეიძლება დაინგრეს იმ წამსვე, როცა FP9 პირდაპირ დაატყამს რამე მნიშვნელოვანს რუსეთში. ილუზიები დაინგრა. პუტინს ეგონა, რომ უკრაინა ვერასდროს შეძლებდა რუსეთზე დარტყმას. ის შეცდა. პუტინს ეგონა, რომ არანაირი შანსი არ იყო უკრაინას ოდესმე შეეძლო საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, როგორც FP9, ასევე FP7 ამტკიცებენ, რომ ის ცდებოდა. რუსეთის პრეზიდენტი ახლა იმედოვნებს, რომ უკრაინა მოსკოვს მხოლოდ იმ დრონებით დაუტყამს, რაც აქამდე გამოიყენა და არაფერს უფრო ძლიეს გამოიყენებს. გაველოდოთ და ვნახოთ, დააპირებს თუ არა უკრაინა ამ კონკრეტული ილუზიის დამსხვრევას, როცა FP9 გამოჩნდება. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთს უკვე საკმარისი საფიქრალი ჰქონდა უკრაინის საკუთარი იარაღის მწარმოებლებისგან, სანამ ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოჩნდებოდა. ახალი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები უკვე გვერდს უვლიან რუსეთის თავდაცვას და არღვევენ მის ოპერაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მარსელი უკვე ჩამოვიდა და იმ ზიანს, რომელსაც ის რუსეთის ძალებს უკრაინაში აყენებს, ჩვენს ვიდეოში ვხსნით. იხილეთ ვიდეო, რომ გაიგოთ მეტი და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა თვალყური ადევნოთ ჩვენს გაშუქებას უკრაინის უახლესი ინოვაციების შესახებ და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.